უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი თუშეთობა წელს მეხუთედ იმართება. მთათუშეთი ქართველ და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს. კონცერტების და შეჯიბრებების პარალელურად ხალხური რეწვის ნიმუშების და ძველებური ნივთების გამოფენა გაყიდვაც მიმდინარეობს. წელს თუშეთში პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და სამინისტროების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ტრადიციული თუშური თამაშობები, ცეკვა, სიმღერა, ხელნაკეთი, ნივთების გამოფენა გაყიდვა და თუშური ხინკალი. მთელი დღის განმავლობაში თუშეთობას სოფელ ომალოში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული და უცხოელი სტუმრები ზეიმობდნენ. ხალხური ცეკვა სიმღერის პარალელურად თუშურ თამაშობებში შეჯიბრება მიმდინარეობდა. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში კი სტუმრებს ტრადიციული კერძებისა და თუშური ლუდის დაგემოვნებაც შეეძლოთ. თუშეთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული არა მარტო კახეთისთვის, არამედ მთლიანი საქართველოსთვის. ამიტომ საქართველო და კახეთი ყოველთვის აფასებს ამ დიდ დღესასწაულს. აი ასეთ გზას გამოდიან, რომ თუშებთან ერთად იზეიმონ ეს დიდი დღესასწაული. საქართველოში უკვე მეორედ ვართ. ბევრს მოგზაურობთ, თუმცა გვინდა საქართველოში დაბრუნება. რათა თუშეთი გვენახა. ძალიან საინტერესო ტრადიციები გაქვთ. საჭმელით ძალიან გემრიელი და აქაური ბუნებით აღფრთოვანებული ვარ. თუშეთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ხინკალია. მომზადების განსაკუთრებული წესი აქვს თუშურ ხინკალს. ხორცი აუცილებლად უნდა იყოს მთაში ცხვრის ან საქონლის. არ შეიძლება იყოს ღორის ხორცი. ნაოჭი საშუალოდ 17-დან 19 ნაოჭა. თუშეთობა წარმოუდგენელია ტრადიციული შეჯიბრებების გარეშეც, თუმცა ყოველწლიურად სტუმრებისა და თუშების განსაკუთრებულ ინტერესს დოღი იწვევს. აი დაახლოებით 1-5 კილომეტრი გავიდნენ და მივიღე საჩუქრად დროშა და ცხვარი. ყველას ულოცავ თუშეთობას ლევანელდეს. თუშეთობა 2013-ზე დასასწრებად ომალოს ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ეწვია. მან თუშებსა და თუშების სტუმრებს სიტყვით მიმართა და ტრადიციული დღესასწაული მიულოცა. თუშეთობა აღნიშნეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებმაც. ეს უზეიმობ და ვარ ბედნიერი რომ მოვახერხე აქ ამოსვლა. ხშირად ვერ ამოვდიოდი ხოლმე აქ, მაგრამ ახლა მოვახერხე, მიხარია ძალიან, იმიტომ რომ ის ენერგია, სილაღე, სიჯანსაღე ასნარი უნარი რომ გაუძლოს ყველაფერს და გაიტანოს. თავარი აი აქედან იწყება, მიდან იწყება. ძალიან დიდი დღეა პირველ რიგში აქაურებისთვის. ესეთ დღესასწაულებს, ამდენ სტუმარს აქაურებისთვის აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა. გარემოსდაცვის სამინისტრო კომიტეტი ჩვენი ქვემდებარე შესაბამისი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აქ რაც შეიძლება მეტი თუში დამაგრდეს. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრებიც გადასცეს. ბევრი გეგმები გვაქვს, მოგეხსენებათ რომ წელსაზღვრა უახლოეს წლებში რეგიონები იქნება სამინისტროსთვის პრიორიტეტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ აღორძინდეს და ეს ბებერი, მაგრამ უბერებელი ტრადიციები რაც შემორჩა საქართველოს ამ ძირძველ და ულამაზეს კუთხეში კიდევ უფრო ლამაზი გახდეს და ხალხი დაკავდეს. ფესტივალის ორგანიზატორი წელს ახმეტის მუნიციპალიტეტი იყო. მხარდამჭერი კი თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტში ამბობენ, თუშეთობის აღნიშვნა რეგიონში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გარდა ამისა, თუშეთში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. მინდა ეს დღესასწაული მიულოცო თუშ ხალხს მიულოცო და მინდა უთხრა რომ ჩვენ ზრუნავთ მათზე და ვფიქრობთ მათზე და მომავალ ამ წელსვე იგეგმება ბევრი პროექტი იგივე თუშეთში. თუშეთობა 2013 საღამოს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი დახურავს. თუშეთობა წელს 32-ად აღინიშნება. 2009 წლიდან კი ფესტივალმა საყოველთაო დღესასწაულის სახე მიიღო.